შეგიმჩნევიათ გაკვეთილებული ფოთლები მწვანე ძარღვებით თქვენს მეურნეობაში, სწორედ ეს არის ის ნიშნები, რასაც რკინის დეფიციტი იწვევს, ანუ ქლოროზული ფოთლები. რა იწვევს რკინის დეფიციტს მცენარეში? მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგში შეიძლება რკინის მარაგი იყოს, მისი ათვისება მცენარეს ყოველთვის მაინც არ შეუძლია, განსაკუთრებით ტუტე ნიადაგებში. რკინა აუცილებელია ქლოროფილის სინთეზისთვის, ფოტოსინთეზისთვის და მძლავრი ვეგეტაციური ზრდისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნაკლებობა იწვევს ფოთლების ქლოროზს, მცენარის ზრდის შენელებას და მოსავლიანობის შემცირებას. Როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მცენარეს? გირჩევთ გამოიყენოთ პოლონური კომპანია Adobe-ის რკინის ხელადი, რომელიც შეიცავს რკინის ხელას 11%-ს DTPA ფორმით და ასევე კალიუმის ოქსიდს. ეს პროდუქტი სპეციალურად შექმნილია მაღალი pH-ის პირობებში გამოყენებისათვის. პროდუქტში რკინის მთლიანი შემცველობა 100%-ით ხელატირებულია DTPA ფორმით, რაც უზრუნველყოფს მცენარის მიერ მის სრულ შეთვისებას და ზრდის მის ეფექტურობას. გასათვალისწინებელია, რომ რკინის შემცველი სასუქების შერევა სხვა ქიმიურ პრეპარატებთან ერთად საფრთხილოა.